განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენი სასაუბრო თემა, განსახილველი თემა კვლავის ვრცელი და რთული საკითხია, რაც ადამიანის მადლის მიერძეობას, შესაბამისად მის ღვთისადმი ხატოვნებასა და მსგავსებას უკავშირდება. წინა საუბარში შევჩერდით იმ უმნიშვნელოვანესი ციტატის ჯერ წარმოდგენაზე და მერე პარალელურ განხილვა კომენტირებაზე, რაც წმინდა კირილე ალექსანდრიელს უკავშირდება და სადაც ზედმიწევნით არის დაუწყები თუ რა გზა განულო ადამიანის განღრთობილობამ, თუ როგორ შეიქმნა ადამიანი თავდაპირველად სიწმინდეში, როგორ განსყიდა მან თავდაპირველი ხატი სიწმინდისა ცოდვის შედეგად და როგორ განაახლა თავდაპირველი ხატება და მსგავსება ადამიანის ღვთისადმი განკაცებულმა ღმერთმა. ჩვენი ბოლო ციტირება კირილე ალექსანდრიელის სახელგანთქმული შრომიდან ყოვლადწმინდა სამების შესახებ ამგვარი უმნიშვნელოვანესი სიტყვებისა გახლდათ, რომ დასაბამიერისკენ ქრისტეს მიერ უკუმი ბრუნებით და განახლებით შესაძლებელი ხდება ადამიანის მიერ შეძენა ღვთისადმი მსგავსებისა. ამ სიტყვებს ჩვენ გარკვეული კომენტარი დავურთეთ იმ მხრივ, რომ ღვთისადმი მიმსგავსება დასაბამიერისკენ ქრისტეს მიერ უკუმი ბრუნებით თუ მოხდა ადამიანისგან, შესაბამისად სწორედ დასაბამში ჰქონია მას ეს მსგავსება ღვთისადმი, ხოლო მსგავსება და ძეობილობა და სულიწმინდის მადლით გამშეოლობა გახლავთ აბსოლუტურად ერთი და იგივე. ადამიანი როგორც სულიწმინდის მადლით მოზიარე და შესაბამისად სათნოებითად მსგავსი ღვთისა, გახლავთ ძეობილი ღვთისა, როგორც მსგავსების მწვერვალი. ძეობილობა არის ღვთისადმი მსგავსების მწვერვალი, როგორც ამას შემდგომში ციტატების მიხედვით წარმოვაჩენთ, ამჯერად უბრალოდ წინასწარ დებულების სახით ვამბობთ და ვამბობთ იმიტომ, რომ მკვეთრად გამოჩნდეს თუ რა ზედმიწევნითი თანხმობაა კირილე ალექსანდრიელის აი ამ სიტყვებისა ჩვენს მიერ ადრე მოტანილ სიტყვებთან წმინდა ბასილი დიდისა, მეოთხე საუკუნის ამ უდიდესი მოძღვრისა, წმინდა ანასტასი სინელის სიტყვებთან მეშვიდე საუკუნის ამ უდიდესი მოძღვრის შრომიდან სახელწოდებით წინამძღვარი. ჩვენ ამით დავაბოლოებთ ამჯერად კირილე ალექსანდრიელის სიტყვების ციტირებას აღნიშნული ნაშრომიდან, როგორც აბსოლუტურად აშკარა კირილე ალექსანდრიელი მაცხოვრის ღვაწლს დაგვისახავს ადამიანის თავდაპირველი მდგომარეობის, ცოდვამდელი მდგომარეობის განახლებად და ამას თავის მხრივ ღვთისადმი მსგავსებად წარმოაჩენს და ამგვარი ტერმინით განსაზღვრავს. ასე რომ ადამიანის დასაბამიერ მდგომარეობაში დაბრუნება იგივეა, რაც ადამიანში ღვთისადმი მსგავსების განახლება და კვლავ აღდგინება. გარდა ხსენებული მოძღვრებისა, იგივე სწავლება აქვს დიდ მოძღვარს, ასევე წმინდა გრიგოლ ნოსელს, რომელიც გვაუწყებს: მაცხოვარმან კვლავ თანადაგსახოს შენ თავის მიერ ხატად პირმშოხატის მშვენიერებისა. პირმშოხატი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ან ყოვლადწმინდა სამების ბუნებას ნიშნავს, ან საკუთრივ ძეღმერთის იპოსტას ღვთის მშვენიერების ხატად, რომ კვლავ დაისახოს ადამიანი, ამისთვის ხდება ღვთის განკაცება. მაგრამ ეს თვითონ რას ნიშნავს? აი ეს თავდაპირველი არქეტიპული მშვენიერებისადმი ხატად ადამიანის აღდგინებას. ბოლოს სიტყვებში წმინდა გრიგოლ ნოსელს ეს გამოკვეთილი აქვს აი ამ ციტატის ბოლოს სიტყვებში და ამბობს, რომ გახდე რაც იყავი დასაბამიდან. აქაც აბსოლუტურად აშკარაა, რომ ღვთის განკაცების შედეგად ადამიანი იმგვარი ხდება, როგორიც დასაბამში იყო. ამ ახალ ქართულ ჩვენეულ თარგმანთან ერთად ხსენებული სიტყვების წმინდა გიორგი მთაწმინდელისეულ თარგმანსაც აქვე მოვიტანთ, რაც დაცულია თქვათ რამდენიმე ნუსხაში, მაგრამ ამ მხრივ ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია მე-11-მე-12 საუკუნეების A45, სადაც ხსენებული სიტყვები ამგვარადაა წარმოდგენილი. და ყოს შენ ხატ პირმშოისამის სიკეთისა კვალად, ესე ღმერთმა თავისი განკაცებით განხატოს პირმშო სიკეთის ხატად კვლავ, რაითა იქმნე, რაი იგი იყავ პირველითგან. ესე იგი, წმინდა გრიგოლ ნოსელის საღვთო სწავლებითაც მაცხოვრის მიერ ადამიანი კვლავ თანა დაისახება პირმშო ხატის მშვენიერების ხატად, რომ გახდეს ის, რაც იყო დასაბამიდან. ამ შემთხვევაში სხვათა შორის შეიძლება აგვენიშნა, რომ წმინდა გრიგოლ ნოსელი საკუთრივ პირმშო ხატში გულისხმობს მაცხოვარს, იესო ქრისტეს და თუ ჩვენ მართლაც ესე გამოკვეთილად დავსვამთ შეკითხვას, თუ რომელია ეს პირმშო ხატი, რომლის მშვენიერებისადმი კვლავ თანადაისახება ადამიანი, იმავე შრომაში იქვე თვით წმინდა გრიგოლ ნოსელი განგვიმარტავს. ჩვენ ამჯერად ძველ ქართულ თარგმანს დავიმოწმებთ. პირმშოიცა იგი ხატი, რომელი
ქალწულისაგან განკაცნა. ესე იგი აშკარაა, რომ პირმშო ხატში აგიგულისხმება მაცხოვარი, რომლისადმი ხატად კვლავი ხატება ადამიანი, კვლავ აღდგინდება ადამიანი და ეს ახალი რამ მოვლენა აქამდე არ არსებული არ გახლავთ. ჩვენ ამას ხაზს უსვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ ავტორებთან სწორედ ეს აზრია გავრცელებული და ეკლესიურ სწავლებად წარმოჩენილი, რომ თითქოს მაცხოვრის განკაცების მომენტში შეიძლება ადამიანს უწოდოთ, რა თქმა უნდა, ღირსეულ ადამიანს ხატი ქრისტეს ხატებით შემოსილი, მაგრამ ამგვარი გაგება, ამგვარი თვისება მას არასოდეს არ ქონია მანამდე და ეს ყველაფერი მხოლოდ ღვთის განკაცების შემდეგ ხდება შესაძლებელი. მაგრამ გრიგოლ ნოსელის ეს სიტყვები მკვეთრად გვაუწყებს, რომ ადამიანი ხელახლა ხდება პირმშო ხატის, ანუ იგივე ზეღმერთის ხატი. აი ეს სიტყვები კვლავ რომ გავიმეოროთ და ყოს შენ ხატ პირმშოისა მის სიკეთისა კვალად, რაითა იქმნე, რა იგი იყავ პირველიდან. ის კვალადიც რო არ იყოს, ანუ ხელმეორედ კვლავ ეს ბოლო სიტყვები რომ გახდე ის რაც იყავი თავდაპირველად, მკვეთრად მიანიშნებს, რომ სწორედ ასეთი იყო ადამიანი თავდაპირველად, მაცხოვრის ხატებით, ოღონდ ჯერ კიდევ განკაცებამდელი მაცხოვრის, ანუ იგივე ზეღმერთის იპოსტასის ხატებით აღბეჭდილი და სხვა არაფერი გულისხმობა თუ არა მხოლოდ ის, რომ ადამიანსაც ჰქონდა მადლისმიერი ქნილობითი დატევნისამებრ ძეობითი თვისება, ზეღმერთს ბუნებითად ძეობის თვისება მამისადმი და სწორედ მისდამი ხატოვნებით ადამიანსაც პირველ ადამიანსაც ჰქონდა ძეობილობის თვისება და ამ ნიშნით ადამიანი სწორედ ზეღმერთისადმი იყო ხატქმნილი. და ეს დაკარგა ამავე დროს სოდვის მიერ ადამიანმა და ეგევე განაახლა მაცხოვარმა ადამიანში თავისი განკაცების შედეგად. მაგრამ კიდევ რომ დავსვათ ჩვენ იგივე შეკითხვა, თუ რა აღასრულა უხილავი ღვთის პირმშო ხატმა, როდესაც იგი განკაცდა, ზემოთ დავაზუსტეთ, რომ თვითწმინდა გრიგოლ ნოსელის მითითებით პირმშო ხატში ის გულისხმობს ვის? იმ პირმშო ხატს, რომელიც ქალწულისაგან განკაცნა, ესე იგი კონკრეტულად ზეღმერთს. აი აქედან უკვე ლოგიკურად ისმის შეკითხვა, რომ განკაცნა რა აღასრულა იმ პირმშო ხატმა. ამაზე წმინდა გრიგოლ ნოსელი უნათლესად რჯულმდებლობს და ამბობს. აღასრულა ის, რომ გავხდეთ ხატი იმ საუფლო ხატისა და გამოწვლილით მიმსგავსებით, როგორც შევძლებთ, ჩვენ შორის გამოვსახოთ პირმშო ხატის მშვენიერება. ესე იგი, სხვა არაფრისთვის არ განკაცებულა ზეღმერთი, თუ არა მისი ამ საუფლო ხატის, ამ პირმშო ხატის, იგივე ზეღმერთის ხატად კვლავ წარმოუჩნდეთ, კვლავ აღდგინდეთ და ჩვენს თავშივე გამოვაჩინოთ პირმშო ხატის მშვენიერება. აი ძველი ქართული თარგმანიც. რაითა ვიქმნეთ ხატისამის საუფლოისა, გამოწულილვით მიმსგავსებითა და რაოდენსა შეუძლოთ პირმშოისა ხატისა სიკეთე, აქ სიკეთე მშვენიერებას ნიშნავს, თავთა შორის ჩვენთა გამოვაჩინოთ. აი ეს გახლავთ განკაცების არსი ამ მოძღვრის მიერაც უბრწყინვალესად ღვთიმშვენიერად გამოთქმული. ამრიგად უკლებლივ ყველა მოძღვარი სწამებს და ადასტურებს, რომ ადამიანი დასაბამში ფლობდა საღვთო მადლს, სიწმინდეს, ღვთისადმი ძეობილობას და ამ ნიშნით, ესე იგი კონკრეტულად ძეობილობით, ხატოვნებას პირმშო ხატისადმი, ანუ ზეღმერთისადმი, იმიტომ რომ ამაზე მართლაც არავისგან პაიქრობა არ შეიძლება იყოს და სხვათა შორის არც არის, რომ თუ ადამიანს აქვს ძეობილობის, ღვთისადმი ძეობილობის თვისება, ამ თვისებით ის უეჭველად ზეღმერთის ხატია, ანუ მისი პირმშო ხატი, მისი არქეტიპი არის ზეღმერთი. იმიტომ რომ არც ყოვლადწმინდა სამებას, არც მამაღმერთის იპოსტას, არც სულიწმინდის იპოსტას ძეობილის თვისება არ აქვს, რომლისადმიც ხატქმნილია ადამიანი თავისი ძეობილობით. მაგრამ აქ განსხვავება რაშია? ამას ყველა აღიარებს, რომ ძეობილობით ადამიანი ზეღმერთის ხატია. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ზოგი თვლის, თანამედროვე ზოგი ავტორი, რომ აი ეს ძეობილობა ადამიანმა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძინა, როდესაც ზეღმერთი განკაცდა, რომ მანამდე იმ თავდაპირველ დასაბამიერ შესაქმეში თითქოს და ღვთისადმი ძეობილობა ადამიანს არ ჰქონდა. იმიტომ რომ თუ დასაბამშიც ჰქონდა ეს თვისება, ესე იგი დასაბამშივე ყოფილა ადამიანი ზეღმერთის ხატად, რადგანაც ძეობილობის თვისებით ის სხვა ვინმეს ხატი ვერასოდეს ვერ იქნებოდა, ვერც სხვა ჰიპოსტაზისა, ვერც მთლიანად ყოვლადწმინდა სამებისა. შესაბამისად, თუ დასაბამშივი აქვს ადამიანს ძეობილობის თვისება, უეჭველად დასაბამიდანვე იგი გარდა თავისი ბუნებითი ხატოვნებისა ყოვლადწმინდა სამებისადმი ჰიპოსტასურად ზეღმერთის ხატი და ეს ცოდვის მიერ იმუსრება და კვლავ აღდგინდება მაცხოვრისგან, მაგრამ თუ დასაბამში არ აქვს მას ძეობილობა ღვთისადმი და თუ ეს ენიჭება მხოლოდ მაცხოვრის განკაცების ჟამს, აქედან ხდება ის ხატი ქრისტესი.
აი ზოგი ავტორი ამას თulis რომ სწორედ აქედან იწყება ადამიანის საკუთრივ ზეღმერთისადმი ხატოვნება, მაგრამ როგორც ჩვენ აურაცხელი მოწმობით წარმოაჩინეთ, არათუ აურაცხელი მოწმობით, აბსოლუტურად ყველა მოწმობით ერთი მოწმობაც არ არსებობს იმ აურაცხელი ძეგლებიდან, სწავლებებიდან, რაც ადამიანის განხტობილობას ეხება, საპირისპირო ყველა ერთსუნოვნად ურყევად ადასტურებს, რომ დასაბამშივე ადამიანი შეიქმნა ღვთისადმი ძეობილობით, სულიწმინდის შთაბერილობით, ყველა სათნოების სიკეთითა და ღირსებით, ხოლო სათნოებათა მთლიანობა და სათნოებათა კრეფსითი დატევნითობა ბუნებაში გახლავთ სწორედ ღვთისადმი მსგავსება და სხვა არაფერი. ამ მსგავსების მწვერვალი კი საკუთრივ ღვთისადმი ძეობილობა. ასე რომ აბსოლუტურად უეჭველია მაცხოვრის განკაცებამ, რომ ადამიანის დაცემული ბუნება სწორედ დასაბამიერი ღირსებით შემოსაკვლავ. ცხადია ჭეშმარიტ ქრისტიანებში და უეჭველია ისიც, რომ ვინც აღიარებს ღვთის განკაცების შემდეგ ადამიანის ძეობილობას უფლისადმი და მის ხატოვნებას, ესე იგი ადამიანის ხატოვნებას პირმშოხატისადმი, ანუ იესო ქრისტესადმი, თავისუნებურად იმის აღიარებამდეც მიდის, რომ ადამიანი დასაბამიერ პირველ შექმნილობაშიც ამგვარი იყო, ესე იგი ზეღმერთის ხატი იყო. იმიტომ რომ ნახეთ უნათლესი სწავლებანი მაცხოვრის განკაცებით იგივე აღდგა ადამიანში, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა. და თუ მაცხოვარმა სწორედ ეს დაუმკვიდრა ადამიანს მისდამი ხატოვნება, შესაბამისად ეს დასაბამშიც ჰქონია, იმიტომ რომ მაცხოვარმა ის დასაბამიერი აღუდგინა სწორედ ადამიანს. აი ეს სწავლება კიდევ ერთხელ რომ განტკიცდეს ჩვენში და შთაიბეჭდოს და შთაიტვიფროს ჩვენში ამოუშლელად, მოვიტანთ საკმაოდ ვრცელ ციტატას წმინდა კირილე ალექსანდრიელისგან, ოღონდ ამ შემთხვევაში სხვა შრომიდან ამ მოძღვრისა, კერძოდ ეს გახლავთ მისი სახელგანთქმული შრომა, ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ ადრე, სახელწოდებით ანთროპომორფისტთა წინააღმდეგ. აი ამ ნაშრომის მეორე თავში ჩვენ ხვდებით შემდეგ უსახთოეს სწავლებას. ვამბობთ, რომ ასე დაიბადა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად, რის გამოც ამ ცოცხალ არსებას ბუნებაში აქვს, რომ კარგი და სამართლიანი იყოს. ამასთან, რადგან საჭირო იყო, რომ არა მხოლოდ გონითი ყოფილიყო იგი, არამედ სულიწმინდის მოზიარეც, რათა საღვთო ბუნების ხატოვნებანი უფრო ბრწყინვალედ ჰქონოდა თავის თავში, შთახბერა მას სული სიცოცხლისა. ჯერ აქ რომ შევაჩეროთ ციტატა, აშკარაა, რომ კირილეს სწავლები და ეს სწავლება მას კიდევ გავიმეორებთ, აურაცხელ შემთხვევაში დაუთვლელი რაოდენობით აქვს გამოთქმული თავის უწმინდა შრომებში, როგორც ჩანს ასეთი მრავალრიცხოვნება იმით იყო განპირობებული, რომ მაშინაც ბევრი პიროვნება პრობლემას ქმნიდა ამ მოძღვრებასთან დაკავშირებით და ყველაში რომ შთაბეჭდილიყო ეს საღვთო სწავლება, უწყვეტად, მოუკლებელად იმეორებდა კირილე ხსენებულ, ესე იგი სიტყვებს და ხსენებულ დებულებას, რჯულდებას, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიწმინდის მოზიარეობა რომ ჰქონოდა პირველ ქულ ადამიანს, ამიტომ მიეცა მას ის შთაბერილობა და შთახბერა მას ღმერთმა სული სიცოცხლისა და იქმნა ადამიანის სულად ცხოველად, როგორც ეს შესაქმის წიგნის მეორე თავის მეშვიდე მუხლშია ნაუწყები. და აი ეს მითითება ამ შემთხვევაში კირილე ალექსანდრიელისა, რომ სულიწმინდის მოზიარეობა იმ პირველ ქულ ადამიანში სული სიცოცხლისა შთაბერვა ადასტურებს ადამიანის თავდაპირველ მადლმოსილებას, რაც განიძარცვა ცოდვის მიერ და რაც განახლდა, როდესაც მაცხოვარმა მოციქულებს შთახბერა და უთხრა მიიღეთ სულიწმინდა. აი ეს შთაბერვა კირილეს უცხადესი და სხვა მოძღვართა აბსოლუტურად აზრგამჭვირვალე და აზრნათელი სწავლებით იმ დასაბამიერი თავდაპირველი შთაბერილობის განახლებაა. მაგრამ ამ ციტატას კვლავ წავიკითხავთ ბოლო ნაწილს და შემდგომ განვაგრძობთ უსახთოესი სიტყვების კვლავ მოტანას კირილე ალექსანდრიელის ხსენებული შრომიდან. ესე იგი, სულიწმინდის მოზიარეც რომ ყოფილიყო ადამიანი და რომ საღვთო ბუნების ხატოვნებანი უფრო ბრწყინვალედ ჰქონოდა მას, ესე იგი ადამიანს თავის თავში, ამიტომ შთახბერა მას უფალმა სული სიცოცხლისა. ხოლო ეს არის ძის მიერ გონითი ქმნილებისადმი მინიჭებული სულიწმინდა. ალბათ ამაზე ცხადი თქმა ყოვლად შეუძლებელია, ჩვენ ამგვარ სწავლებასაც ასე მკვეთრად იმიტომ უსვამთ ხაზს, რომ ესეც არაიშვიათად ეჭვის ქვეშაა დაყენებული, კერძოდ ეჭვის ქვეშაა დაყენებული ის აზრი, ჰქონდა თუ არა თავდაპირველ ადამიანს სულიწმინდისეული მადლი, სულიწმინდისეული შთაბერილობა. რა თქმა უნდა, უპირობოა და უცილობელია, რომ ვისაც სულიწმინდისეული შთაბერილობა აქვს, ის განხტობილია, ვინც განხტობილია, ის აუცილებლად მადლისმიერი ძეა ღვთისა და მსგავსია ღვთისა. ამიტომ ის პირნი და ის ავტორები, რომლებიც ყოვლით ურთ უარყოფენ დასაბამში ადამიანის ღვთისადმი ძეობილობას, ადამიანის ღვთისადმი მსგავსებას, ცხადია უარყოფენ იმასაც, რომ ადამიანს ჰქონდა სულიწმინდისეული შთაბერილობა.
და ამ მუხლში სრულიადაც არ ხედავენ იმას, რომ თითქოს უფალმა სულიწმინდის მადლი შთახბერა ადამიანში. მაგრამ კირილე ალექსანდრე, როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ცალსახად, მკვეთრად გამოყოფილად და აურაცხელ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ხაზს უსვამს იმას, რომ თავდაპირველ მდგომარეობაში ადამიანს გონით ქმნილებას მხოლოდ გონითობა, მხოლოდ მოაზროვნეობა კი არ მიეცა, არამედ სულიწმინდისეული შთაბერილობაც. ხოლო ეს არის, ესე იგი ეს არის იგულისხმება ეს სული სიცოცხლისა. შთახბერა მას სული სიცოცხლისა, ხოლო ეს არის ძის მიერ გონითი ქმნილებისადმი მინიჭებული სულიწმინდა. და შემდგომ დავუკვირდეთ მომდევნო ნაწილს ამ ციტატისას, რომელიც მისი, ესე იგი ამ გონითი ქმნილების, ანუ ადამიანის დამხატველია, უზენაესი, ესე იგი საღვთო სახისადმი. ანუ ხატოვნება სწორედ ამით მიეცემა ადამიანს. თუ ადამიანს ხატება აქვს ისადმი, ესე იგი სულიწმინდისეული მადლის მოზიარია. ხოლო ის, რომ ადამიანში შთაბერილი სულიწმინდა არ გამხდარა ამ ადამიანის სულად, ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. ზოგნი ძველთაგანვე თვლიდნენ, რომ როდესაც ადამიანს საღვთო შთაბერილობა მიეცა, ეს შთაბერილობა მისი არსების ნაწილი გახდა. ხოლო კირილე ამას მკვეთრად უარყოფს და ამბობს, ადამიანის ბუნება, ადამიანი შეიქმნა, მას მადლი მიეცა. ეს მადლი შეიძლება წაერთვას, რაც ბუნებითია, ის ვერ წაგერთმევა. ბუნებითი თუ წაგერთვა, ის ბუნება აბსოლუტურად უნდა განადგურდეს. შესაბამისად, სულიწმინდა ბუნებითი კი არ არის ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ცხადია თავისთავად, მაგრამ ზოგნი ამ უკეთურებისკენაც იყვნენ გადაცდომილნი, მახინჯად განმარტავდნენ რა ხსენებულ სიტყვებს შესახვის მეორე წიგნის მე-7 მუხლისას, ამაზრის განსარიდებლად და უკუსაგდებადაც კირილე ალექსანდრიელი მკვეთრად უსვამს ხაზს, რომ სულიწმინდა ადამიანის არსობრივი ნაწილი როდი გახდა ამ შთაბერილობით, სულიწმინდის მადლი შთაებერა ადამიანს, ისე როგორც შემდგომში, როდესაც მაცხოვარმა მოციქულებს შთახბერა სულიწმინდა, ეს სულიწმინდა ბუნება კი არაა მოციქულებისა, არამედ მადლია მათდამი ბოძებული ღვთისგან. აი ეს სწავლება ამგვარი ზედმიწევნითობით კირილესგან გადმოცემული მთელ მოძღვრებას რო იტყვიან აგვირგვინებს და აჯამებს. ხოლო ის, რომ კვლავ გავიმეორებთ ამ სიტყვებს, ადამიანში შთაბერილი სულიწმინდა არ გამხდარა იმ ადამიანის სულად ან გონებად, როგორც ეს ზოგს გონია, ამას თვითონ კირილე ამბობს, როგორც ეს ზოგს გონია, ამის დანახვა შემდეგიდან შეიძლება. და აი აქ რამდენიმე არგუმენტია, თუ რის საფუძველზე უარი ყოფა ის აზრი, რომ თითქოს სულიწმინდა შთაბერვის შედეგად ბუნებითი ნაწილი, საკუთრივი ბუნება გახდა გონითი ქმნილებისა, ანუ ადამიანისა. კირილე ამბობს, პირველად იქედან რადგან შთამბერველი ღმერთად შეიცნობა, მისგან შთაბერილიც უთუოდ მისეულადვე უნდა შევიცნოთ. სხვათა შორის წმინდა კირილე, როგორც ეს საყოველთაო ცნობილია, ყველა მუხლში, ყველა დებულების განმარტებაში რაღაც ყოვლად შეუმუსრავი ლოგიკური მსჯელობით ნაგებ ფრაზებს გვთავაზობს, აზრი იმდენად ჩამოყალიბებულია, იმდენად დასაბუთებულია, რომ უდიდეს შთაბეჭდილებას და შეიძლება ითქვას გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე და ამიტომ მოიპოვა მან თავის დროზე და შემდგომში სახელი უცდომელი რჯულმდებელისა, უდიდესი დოგმატიკოსისა, აი ამ შემთხვევაშიც მკაფიო ჩანს მის მტკიცებულებათა რაღაც სხვაგვარი ღვთივმადლმოსილი ურყევობა. ერთი შეხედვით თითქოს ძალიან მარტივია ამგვარი არგუმენტის მოძიება, როცა უკვე მოძიებული ეს არგუმენტი, მაგრამ კირილემდე ამ არგუმენტის ასეთი სიმკვეთრით გამოთქმა სხვა მოძღვრებთან არ ჩანს და ამან შეუწყდა, ამან განაპირობა, როგორც ჩანს, მართლაც აღმოცენება იმ გაუგუღმართებისა, რომ შთაებერა რა ადამიანს სულიწმინდა, ეს სულიწმინდა მისი ბუნება გახდა. მაგრამ ნახეთ კირილე ალექსანდრიელის მსჯელობა, ეს ხომ ღვთისგან შთაებერება მას სულიწმინდა, ხოლო ღვთისეული შთაბერილობა იგივე ღვთიურია, იგივე საღვთოა, იგივე ღმრთეებრია, იგივე ღმერთია. აი ამის გამოკვეთა ლოგიკური არგუმენტირებით ამ შემთხვევაში კირილეს მიზანდასახულობა და ღმერთი ადამიანური ბუნების ნაწილი როგორ გახდება. შესაბამისად, ნაწილი კი არ გამხდარა, განაღმრთო ადამიანი, მადლი მისცა მას გამხდობისა, ღირსებანი აღაურძინა და აღმოაცენა მასში. აი ეს სიტყვები კვლავ განმეორებით ჩვენგან, რომ რადგან შთამბერველი ღმერთად შეიცნობა, მამა ღმერთი, მისგან შთაბერილიც უთუოდ მისეულადვე უნდა შევიცნოთ, ესე იგი მისი არსებისეულად. ეს ერთი არგუმენტი, რომ ის შთაბერილი რაცა ადამიანში არ შეიძლება ადამიანის ნაწილად მოვიადო. შემდეგ, როგორ შეიძლება რომ ღვთისაგანი სული გარდაიქმნეს ბუნებად სამშვინველისა, აი აქ იგულისხმება ესე იგი ადამიანური სული, ან და გონებისა. მართლაც შეუძლებელია რომ სულში აქ პნევმა, ანუ დუხ იგულისხმება, იგივე სულიწმინდა, შეუძლებელია რომ სული ცვალებადთაგანი იყოს, რადგან თუ ადამიანის სულად იქცა საღვთო სული, მაშინ ადამიანის სული თუ გონება არ იქნებოდა მიმღები ცოდვისა.
აი ეს მეორე უმყარესი არგუმენტი. ღვთიურობა მოგეხსენებათ აბსოლუტურად გაუცხოებულია ცოდვისგან, ცოდვა სრულიად განკერძოებულია ღვთიურობისგან, შესაბამისად თუ ადამიანში ბუნებითად იქნა შთამკვიდრებული ღვთიურობა, შეუძლებელია რომ იგი ცოდვის მიმღები ყოფილიყო. მაგრამ თუ ვინმე იქამდე გაკადნიერდებოდა რომ ამასაც დაუშვებდა რომ ადამიანში თამკვიდრებული სულიწმინდა შეიძლებოდა ცოდვისგან შებილწულიყო, თუ ამას იფიქრებდა, აი ამის უარსაყოფად კირილეს კვლავ უმძლავრესი არგუმენტები აქვს. იგი ამბობს, ხოლო თუ ცოდვაში ჩავარდებოდა ადამიანის სულად გარდაქმნილი სული ღვთისა, ორ რამეს დავაბრალებდით მას, ჯერ ერთ იმას რომ ცვალებადობა განუცდია იმად რაც არ იყო, ხოლო თუ ღვთიურია და ბუნებითი ღმერთია, შეუძლებელია რომ მას ცვალებადობისთვისება ჰქონდა. ეს ერთი. შემდეგ კი აგრეთვე იმას რომ ცოდვის მიმღები გამხდარა იგი და ესეც ღვთიურობისგან როგორც ამშვენეთ აბსოლუტურად შეუძლებელია. ამრიგად ეს ცოცხალი არსება, ესე იგი ადამიანი შეიქმნა ღვთისადმი მსგავსებაში, დაუკვირდეთ ამ ტერმინს, ასე მკვეთრად გამოთქვით რომ ღვთისადმი მსგავსებაში შეიქმნა ადამიანი, ამ მსგავსება სახელგანთქმული ბერძნული ტერმინით homoiosis, აი ამ ტერმინით არის გადმოცემული, ლათინურად similitudo, რასაც მავანი და მავანი სამწუხაროდ უარყოფენ, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტების უარყოფა ცხადია შეუძლებელია და აქაც ეს მკვეთრად ჩანს, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთისადმი მსგავსებაში, რამდენადაც ბუნებით ჰქონდა მიმღებელობა სიკეთისა, სიმართლისა და ყოველგვარი სათნოებისა, ხოლო განიწმინდა წარმოჩნდა, ესე იგი ერთი მხრივ შეიქმნა ღვთისადმი მსგავსებაში და ამავე დროს განიწმინდა წარმოჩნდა რა საღვთო სულის მოზიარედ, აი ამ შთაბერილობის შედეგად. მაგრამ ეს რომ მის ბუნებით ნაწილად არ გარდაქმნა, თუნდაც იქედან ჩანს რომ ეგევე საღვთო სული მან განიშორა ცოდვის შედეგად. ამას ადასტურებს კირილე, ამბობს რა, რომ რაც განიშორა ცოდვის გამო, თავისგან ადამიანმა განიშორა ეს საღვთო სულისადმი მოზიარეობა ცოდვის გამო. რამე თუ ასე უთქვამს სადღაც ღმერთს, აქ ციტატაა საღვთო წერილიდან, არ დარჩება ჩემი სული ამ ადამიანებში, რადგან ხორცი არიან ისინი. ესე იგი, რადგან მხოლოდ ხორცისას ზრახავენ. მაგრამ მას შემდეგ რაც ეს კირილეს სიტყვების ციტატას ვაგრძელებთ, მაგრამ მას შემდეგ რაც ღმერთმა და მამამ სათნო იჩინა რომ ქრისტეში შემოკრებილიყო, ანუ დასაბამიერისკენ უკუწაყვანილიყო ყოველივე, ჩვენ კვლავ მივაქცევთ მსმენელის ყურადღებას განსაკუთრებული სულიერების მქონე ფრაზეოლოგიისკენ. კირილე ალექსანდრიელისა რაღაც გამორჩეული აბსოლუტურად აზრით დატვირთული და ნათელი და ამ დროს სულიერად უაღრესად გრძნობადი გამონათქვამებისკენ. ქრისტესში შემოკრება საზოგადოებრივ ეს დიდი მოძღვრების ორი სიტყვით გამოთქმა ამ შემთხვევაში რაც წმინდა ირინეოს ლიონელს უკავშირდება, ჩვენ ამას ამჯერად არ ვეხებით, მომავალში აუცილებლად შევეხებით. გარკვეული აზრით ეს გამჭვირვალეა ამ სიტყვების მნიშვნელობა და სწავლება მსმენელისთვის, რომ ქრისტეში შემოიკრიბა ყოველივე და მაცხოვარმა თავის განკაცების შემ თავის თავში არამხოლოდ მთელი ადამიანი მთელი შესაქმე შემოკრიბა, რომ ყოველივე დასაბამიერი სიკეთისკენ მიემართა, ვინც თავისი ნებით მაცხოვრის კვალს შეუდგებოდა. აი ამიტომაა აქ თქმული, რომ ქრისტეში შემოკრებილიყო, ანუ დასაბამიერისკენ უკუწაყვანილიყო ყოველივე, კვლავ აღედგინა მას ჩვენში, ჩვენგან გაფრენილი და განშორებული სული წმინდა. ჰაგიონ პნეუმა ბერძნულში და პნეუმათან დიდი ასოთი, რა თქმა უნდა, სული წმინდა. აბსოლუტურად ნათელია, რომ სული წმინდის შთაბერილობაც მაცხოვრისგან მოციქულებისადმი დასაბამიერი შთაბეჭდილობის განახლება და არა აქამდე აბსოლუტურად ადამიანისთვის უცხოს პირველად მიბოძება მის დამი. პირველად იქ სამოთხეში მიუბოძა უფალმა სული წმინდა, ეკლესიის მამათა სწავლებით აქ ყოვლადწმინდა სამება კიდევ ერთხელ განცხადდება, იმიტომ რომ ადამიანს სულიწმინდა შთაებერება მამისაგან ძის მიერ, მამა ძის მიერ შთახბერავს ადამიანში სულიწმინდას, ყოვლადწმინდა სამების მოქმედება გახლავთ ეს უზენაესი მღვდელმოქმედება ადამიანისადმი, მისი განმაღვთობელი, ადამიანის განმაღვთობელი, კაცთმოყვარული ღვაწლი სულიწმინდისა, მოქმედება მისი, ცოდვის შედეგად ადამიანმა ეს განიშორა, მაცხოვარმა თავისი განკაცებით კვლავ აღადგინა ჩვენში, როგორც კირილესგან აქ მკვეთრად არის თქმული, ჩვენგან გაფრენილი და განშორებული სულიწმინდა. და შემდგომ გრძელდება, ამის გამო შთაჰბერა მან იგი, ესე იგი სულიწმინდა, თავის წმინდა მოციქულებს და უთხრა, მიიღეთ სულიწმინდა, რამე თუ ქრისტეს მიერი შთაბერვა, განახლება იქმნა იმ დასაბამიერი საბოძვარისა და ჩვენდამი მოცემული შთაბერილობისა. უკუ დამხატველი ჩვენი იმ პირველი სიწმინდეებისადმი და წმინდა მოციქულების
როგორც პირველ ნაყოფის გზით უკუწამყვანი ადამიანური ბუნებისა თავდაპირველი და პირვანდელ შესაქმეში ჩვენდამი ბოძებული სიწმინდისადმი. აი ეს უაღრესად რთულად გამოთქმული, მაგრამ აზრით ნათელი და უაღმატებულესი შინაარსთა და სწავლებით დატვირთული ტექსტი, ფიქრობთ, ნიშანწყალს ეჭვისას არტოებს იმ მხრივ, რომ მაცხოვარმა ადამიანში სწორედ ის განაახლა, რაც სოდვისგან აღმოიფხრა ან და გაუგუღმართდა მასში ადამიანში. და კერძოდ აქ იგულისხმება დასაბამიერი ძეობილობის, დასაბამიერი სულიწმინდისეული მადლმოსილების, დასაბამიერი ღვთისადმი სათნოებითი მსგავსებისა და ღვთისადმი ხატოვნების ცოდვისგან წახდენილის კვლავაღდგინება და განახლება მასში. ჩვენ ამით არ ვაბოლოებთ ამ საკითხზე მსჯელობას, დროებით აქ შევჩერდებით, მაგრამ შემდგომ შეხვედრაზე კვლავაც მოვიტანთ ციტატებს საღვთო სწავლებებს ეკლესიის მამათაგან, იმის დასაბუთებისათვის და ცხადად საუწყებლად, რომ სულიწმინდა, რომლის მოზიარეობაც, ანუ რომლის მიღებაც შთაბერვის გზით არის სწორედ ძეობილობა ღვთისადმი, დასაბამშივე მიემადლა ადამიანს, რაც განგვაშორა ცოდვამ და რაც აღუდგინა და განუახლა მაცხოვარმა ადამიანურ ბუნებას თავისი განკაცებისას, რაჟამს კვლავ შთახბერა იგი, ამჯერად მოციქულებს უკუწარგვიძღვარა და სულიწმინდის მიერ კვლავ უკუდაგხვატარა თავდაპირველი და პირვანდელ შესაქმეში ჩვენდამი ბოძებული სიწმინდისადმი. დროებით აქ შევჩერდებით, ვადლობთ ყურადღებისათვის.